ციხე თუ ჯარიმა რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს ოცნების სასამართლო ოპოზიციონერი ლიდერების საქმეებზე. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისათვის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სასჯელი შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. საქალაქოში დასკვნითი სხდომებია დაგეგმილი, თუმცა ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები დასწრებას არ აპირებენ. განაჩენს დღეს ელოდა გიორგი ვაშაძე, თუმცა სხდომა გადაიდო. როგორია მოლოდინები, ქეთი ნადიბაიძე მოისმინა შეფასებები ამ თემაზე, ის უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. გამამართლებელი განაჩენის ვერსიას არც ბრალდებულები და არც ძლიერი საქართველოს სხვა წევრები არ განიხილავენ, ელოდებიან გამამტყუნებელ განაჩენს, თუმცა როგორი იქნება უკვე სასჯელის სანქცია, ანუ ეს იქნება ფულადი სანქცია, ანუ ჯარიმა თუ საპატიმრო სასჯელი, ერთ წლამდე პატიმრობა, ამის პროგნოზირება უჭირთ, ამბობენ პარტიაში, როგორც ბრალდებულები, ასევე მათი თანაპარტიელები, რომ ნებისმიერი სცენარისთვის ისინი მზად არიან, შესაძლოა დღესვე გახდეს გადაწყვეტილება ცნობილი, რადგან დღეს არის ბოლოს სხდომა, როგორც მამუკა ხაზარაძის, ასევე ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში შესაძლოა დღესვე მიიღოს მოსამართლემ და გამოაცხადოს გადაწყვეტილება, ან რამდენიმე დღე აიღოს მოსაფიქრებლად, მაგალითად როგორც ეს გააკეთა ზურაბ ჯაფარიძის საქმის შემთხვევაში და გადაწყვეტილება გამოაცხადოს მაგალითად მომდევნო კვირაში. ცნობილი არის, რომ არც ხაზარაძე, არც ჯაფარიძე დღევანდელ სხდომებს არ დაესწრებიან, ამბობენ, რომ ეს არის სპექტაკლი, რომელში მონაწილეობასაც არ აპირებენ, დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ახლა მათ მოსამართლეებს დარჩენიათ მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გამოცხადება. მათივე თანაპარტიელებიც ამბობენ, რომ რომლებიც განმუდმებით მდადიან და ესწრებოდნენ პირადად ამ განხილვებთა სხდომებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამბობენ, რომ არც ისინი აპირებენ დღევანდელ სხდომაზე მისვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით დღეს დარბაზში იქნებიან მხოლოდ მხარეები, მოსამართლე და მედია. დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე 5 წელია მიმდინარეობს ჩვენი დევნა. ბიძინას ერთი სული აქვს, როდის დაგვიჭერს. გუშინ ახალი ბრალდებით დამემბარეს ეგრეთ წოდებულ კომისიაზე. თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით და ამას ბედავს და მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსეთს. 20 კი ფიზიკურად დიდი ხანია ოკუპირებულია. ერთ რამეს ვეთყვი ბიძინა ივანიშვილს. რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენს მონამორჩილ მოსამართლეებს. ეს ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება ისევე, როგორც ქვეყნის დეოკუპაციამდე ბრძოლა და თავისუფალ ხალხთან ერთად. ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა. ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებაა, მაშინ სწორ ადგილას ხარ და ბედნიერიც. დიახ, მე ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ. აი ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები. არც ერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა შენი კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ქვეყანას სხვა პერსპექტივა, სხვა მომავალი აქვს. ბრძოლა იქნება ბოლომდე. დაიმახსოვრეთ. ჩვენი გუნდი, ჩვენი ლიდერები არ ცნობენ იმ ცირკს, იმ პროცესს, რომელიც ეგრეთ წოდებულ სასამართლოში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს პოლიტიკური ველის მოსუფთავებას, პროევროპული ოპოზიციური ძალების განადგურებას ქვეყანაში, ამიტომაც ჩვენ არ ვაპირებთ ამ სასამართლო პროცესზე გამოცხადებას და მოლოდინები, როგორც ნებისმიერ ჩვენ საქართველოს მოქალაქეს აქვს არც თუ ისე ოპტიმისტური, რეჟიმი ცდილობს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად დააშინოს და დაასუსტოს თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება და რა თქმა უნდა პროდასავლური ოპოზიციური პარტიები. ზუსტად 2 საათში, ანუ 2 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის სხდომა, 4 საათზე არის ჩანიშნული მამუკა ხაზარაძის სხდომა, როგორც მოისმინეთ ხაზარაძის განცხადებიდან და პარტიაში დაძასტურებენ ამ ინფორმაციას, რომ არც ერთი ბრალდებული დღევანდელ სხდომებს არ დაესწრება, დღეს იქნება ბოლო სხდომები და დღესვე ნახავთ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს განაჩენის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით, ანუ ის გახდება ცნობილი დღესვე თუ აიღებს რამდენიმე დღეს მოსაფიქრებლად. დღესვე იყო ჩანიშნული გიორგი ვაშაძის სხდომაც, რომელიც ასევე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა ცნობილი გახდა მედიისთვის, რომ ეს სხდომა გადაიდო და მომავალ კვირაში ორშაბათს 23 ივნისს ამავე საქმეზე საზოგადოებას შევახსენებ, რომ გამოცხადდება ზურაბ ჯაფარიძის განაჩენი.